გასული ერთი თვის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ იმდენი რამ მოხდა, დამკვირვებლებს უჭირთ მოვლენების გააზრება და ლოგიკური ჯაჭვების აგება. თავდაპირველად პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაჩნდა მათი შეხვედრის პერსპექტივა, რომელიც მალევე გაქრა და მისი ადგილი ამერიკის ახალმა სანქციებმა დაიკავა. შემდეგ ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა. ყველა თითქოს არსაიდან მოსულ 28 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე ალაპარაკდა. ამასობაში უკრაინა სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლის განმავლობაში თავის ყველაზე რთულ ზამთარს უახლოვდება, მძიმე პრობლემებით ფრონტზე და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი ენერგეტიკული სექტორით. და თითქოს ეს არ იქნებოდა საკმარისი, ეს ყველაფერი ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესი კორუფციული სკანდალის ფონზე მიმდინარეობს. ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობებს განსაკუთრებული ინტერესი შეჯძინა რამდენიმე დღის წინ ბლუმბერგის მიერ სტივ უიტკოფისა და იური უშაკოვის სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებამ, რომელშიც ტრამპის მრჩეველი პრაქტიკულად კონსულტაციას უწევს კრემლს თუ როგორ შეუცურონ ამერიკელ პრეზიდენტს მათთვის ხელსაყრელი შეთანხმების პირობები. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ შევეცდებით ემოციებისა და ეგრეთ წოდებული მედიური ჰაიპის გარეშე გავარჩიოთ მიმდინარე მოვლენები, გავარკვეთ თუ რა შეა საქმე და რამდენად ახლოა მშვიდობა.